მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ, მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, ჩვენი ტრადიციული რუბრიკა, გადაცემა ვარსკვლავები გვამსტობენ, რომელიც გვამსტობენ არა მარტო ასტროლოგიური, არამედ ზოგადად ეზოთერული საკითხების შესახებ და რასაც იმ კითხვების შესახებ, რომელიც თქვენგან მოდის, ძირითადად ეს ასტროლოგიური სახის კითხვებია, თუმცა მათ შორის არის ზოგიერთი პოლიტიკური კითხვაც მინდა გითხრათ, რაზედაც გვექნება კიდევ საუბარი. დღეს ჩვენი გადაცემის განმავლობაში და უპირველეს ყოვლისა მოდით კიდევ ერთხელ ნება მიმოწეთ რომ მოგილოცოთ აღმოსავლური კალენდრით, უბრალოდ დასავლური კალენდრით მოდის ვიხდი, ეს უკვე ძველი ეგვიპტური კალენდარი, რომელსაც დღეს უწოდებთ დასავლურ, ანუ ბერძნულ ასტროლოგიურ კალენდარს, მოგილოცოთ ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან ახალი მზის ციკლის წლის დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია გუშინ, სწორედ 21-ში მოხდა ეს დღეღამთულობაზე, როდესაც სწორედ მზემ დაიწყო ახალი განვითარების ციკლი, ამას ტრადიციულად სწორედ ისლამური ქვეყნების ნოვრუზი, ახალი წელი ეთანხმება და სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ძველ ეგვიპტეში და აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალიან ბევრ ადგილას სწორედ ამ დროს სწორედ უკავშირებდნენ ახალი წლის დაწყებას. სწორედ აი დღეღამთულობაზე გაზაფხულის. ანუ ასტროლოგიური ახალი წელი დასავლური ზოდიაქოს ნიშნების და მიხედვით ასევე ითვლება 21 დეკემბერი და ამიტომ ეს სწორედ მინდა პირველში მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი ამჯერად უკვე მზის ციკლიზე გავლენიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ სიყვარული, ბარაკა, ხვავი, ყოველივე კარგი, წინსვლა, წარმატებები და ყოველ შემთხვევაში თქვენი სურვილების და ოცნებების ასრულება. ეს ალბათ იქნება ასე ფრიად სასიამოვნო მნიშვნელოვანი და საჭირო დღევანდელი საქართველოსათვის. მშვიდობიანობა აუცილებელი პირობაა და ასე შემდეგ. ეხლა იმის შესახებ თუ რა გველის ჩვენ შემდეგ კვირის განმავლობაში ტენდენციები, ანუ ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული მზის დაბნელების დღე, მინდა გითხრათ რომ ყველამ ერთნაირად ვერ გადაიტანა ეს დღე, ძალიან ბევრი იყო პრობლემები, სხვადასხვა სახით ადამიანთა ცხოვრებაში, ზოგს უფრო ჯანმრთელობის კუთხით, ზოგს უფრო რაღაც სამსახურებრივი კუთხით და სხვადასხვა სახით, ზოგს პირად ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები ჰქონდა, ზოგს ზუსტად ვერაფერი ვერ იგრძნო, ასეც იყო. ყოველ შემთხვევაში გავიარეთ ყველაზე რთული პერიოდი, ახლა მნიშვნელოვანია რა, ჩვენ გავითვალისწინოთ რომ 4 აპრილს ჩვენ გველის კიდევ ერთი დაბნელება ამჯერად მთვარის და აიმოდით მზის და მთვარის დაბნელებებს შორის პერიოდი ყოველთვის საკმაოდ რთულია და ერთგვარი კოსმიური გამოცდების პერიოდი, ამიტომ ეცადეთ რომ ამ ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი შესაბამისობები არ დაუშვათ, მაქსიმალურად ეცადეთ რომ მშვიდობიანად, თხილად, წინდახედულად განვლოთ ეს ორი კვირა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მზის და მთვარის შორის დაბნელებების დროს და ყოველთვის არის ორი კვირა, მათ შორის ეს პერიოდი აუცილებლად აფიქსირებს ყველა ადამიანის შეცდომას და შემდგომი ნახევარი წლის განმავლობაში ამ პრობლემებთან დაკავშირებულ სირთულეებს არაერთხელ წამოგიცავთ წინა პლანზე. ამიტომ ვეცადოთ რომ აი ეს ორი კვირა შემდგომ 4 აპრილამდე რაც შეიძლება ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ, აქ რაც შეიძლება მინიმალური შესაბამისობები დაუშვათ, ან საერთოდ არ დაუშვათ. და მაქსიმალურად მოვარდოთ ყველა სახის კონფლიქტებს. აი ეს აუცილებელი პირობაა, რომ შემდგომი 6 წელი, 6 თვე, ამის შემდგომ არ გქონდეს დაბევებული სულ ეს პრობლემების შესაბამისობები და ასე შემდგომ. ანუ ამ დაბნელებებს შორის პერიოდი ერთგვარი მატრიცაა შემდეგი 6 თვის შემდგომი ადამიანის განვითარებისა და შესაძლებლობებისა. და ახლა მოდით უკვე ვნახოთ როგორ იქნება აი ეს კვირა, ანუ 23-29 მარტის შუალედი ზოდიაქოს ნიშანთან, ჯერ ზოგადად ვთქვათ რომ დედამიწის გეომანტია მაინც დადებით ენერგოველშია, ამიტომ ცხადია ეს უკვე კარგია, რაც ხელს უწყობს მაინც იმას რომ უფრო მეტად შეძლონ ადამიანებმა იდეების რეალიზაცია, მეტად ურთიერთგაგების პოვნა, უფრო მეტად შეძლონ გარკვეული თქვათ საინტერესო პროექტების განხორციელება და ასე შემდგომ, ანუ სასიკეთო ტენდენციები ჯერ კიდევ არის, მაგრამ აქვე აღმოჩნდით რომ უკვე ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისათვის კვირის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით 26 მარტიდან ეს ეხება პირველში წყლის და მიწის სტიქიების ნიშნებს, მეტი სირთულეებია მოსაუბრებელი და უკვე ამაზე ხა თანმიმდევრულად სწორად ვისაუბრებ. დავიწყოთ ზოდიაქოს პირველი ნიშნით. ანუ ვერძით, როგორ იქნება ვერძთა უმრავლესობისათვის შემდეგი კვირა, რას უყურია გაცილებით უკეთესი, წინა კვირისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მზემ გადაინაცვლა გუშინ თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ შეიძლება მოკლედ ვთქვათ, ეხლა თქვენი დროა. ვერძებო, მოემზადეთ აქტიურად, იმიტომ თქვენ უნდა იგრძნობთ, რომ უმჯობესდება თქვენი ენერგოველი. ამიტომ ხდებით უფრო აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანი, კონტაქტურობა მატულობს ვერძთა უმრავლესობის ცხოვრებაში, ასე გონება მახვილობა შეიძლება უკვე კარგი ორგანიზატორული მონაწილეობა
მონაცემები გამოავლინოთ. Სხვაჩვერის შესაძლებელია შეხვდეთ შემდეგ კვირის განმავლობაში პირადად, ან ესაუბროთ თუნდაც ტელეფონით სასიამოვნო თქვენთვის პარტნიორებს, რომლებიც კარგ ახნით მივიწყებული გყავდათ. და საერთოდ ჯამში ეს სასიკეთოზე გავლენას მოახდენს და გამოაცოცხლებს განსაკუთრებით მარტო ხელა ან მარტო სული ვერძების უმრავლესობას. ამიტომაც მეტი ყურადღება გმართებთ შემდეგ კვირის განმავლობაში სხვათა გზნობების მიმართ. იმიტომ რომ აქ რადგან მოიმატებს ენერგეტიკა, მოიმატებს აქტიურად მოქმედების უნარი, თქვენში ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, უკვე თქვენ შეიძლება სხვათა გზნობებს ზედაპირულად შეხედოთ, რაც აწკენებს არაერთ თქვენს ახლობელს, მათ შორის დამხრობ იყოთ მეტად ყურადღებით. მაგრამ ის რომ პერიოდი ძალიან კარგი იდეების რეალიზაციისათვის, კარიული განვითარებისათვის, მათ შორის თანდათან მატერიალური გამარობის და ბიზნეს საქმიანობის გამოჩებისათვის ეს კი თქვენთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ფრია წარმატებული ერთვიანი პერიოდი, ამიტომ ამბობ ეხლა თქვენი დროა. იაქტიურეთ. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ ნუიჩქარებთ ფულის დახარჯვას. ყოველ შემთხვევაში მთვარის დაბნელებამდე, ანუ 4-5 აპრილამდე მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მინიმალური თანხა გავიდეს თქვენი ჯებიდან, თქვენი ბიუჯეტიდან და ასე შემდგომ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ ფინანსური ხარჯებისაგან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. და აი შემდეგ კვირის პირველ ნახევარში ეცადეთ 26 მარტამდე ყოველ შემთხვევაში შეასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ანუ კარგია ნამდვილად პერიოდი 26-მდე. აქ შანსები დადებითი როგორც პირადი, სასკვლაულო, რომანტიკული კავშირების კუთხით, მოგზაურობის, უცხოელებთან ურთიერთობების და სხვა სასიკეთო ცვლილებების თვალსაზრისით ნამდვილად კარგია. ამიტომ შემდეგი კვირის პირველი ნახევარი 26 რიცხვამდე მაქსიმალურად გამოიყენოთ. აქ შანსები მეორე ძალიან კარგი გაქვთ, მაგრამ 26 მარტიდან უკვე იწყება თანდათან უარყოფითი თქვენთვის პერიოდი, რომელიც საკმაოდ ხანძლივი იქნება. იგი გასტანს, რეალურად რო ვთქვათ, სადღაც 15-20 აპრილამდე, აი ამ პერიოდში, ამიტომ თანდათან აქ უკვე შემცირებას დაიწყებს თქვენი ერგოტონუსი და თქვენ ამას იგრძნობთ, იმიტომ რომ აქ უკვე მკვეთრად შემცირდება იმუნიტეტი, ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემები წამოიწევს წინა პლანზე. თქვენ უბრალოდ გადაიღლებით. თუ რაიმე ქრონიკული დაავადება იყო როდისმე თქვენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი აქ შეგახსენებთ თავს. ამ პერიოდში ეს არის პერიოდი, რომელსაც არ არის სასურველი ახალი იდეების, პროექტების ჩამოყალიბება, რეალიზაცია. ეს არის პერიოდი, როდესაც უმჯობესია რაღაც ძველი დავასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. ანუ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გადავითვირთოთ მაქსიმალური ყურადღება ჯანმრთელობას, რათა ეს რთული თქვენთვის წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული კოსმიური გამოცდის პერიოდი მეტად თხილად და დანაკარგების გარეშე გავიაროთ. ეს ყველაფერი უკვე 26 მარტიდან, მაგრამ იქამდე მეორე პერიოდი კარგია. რომელიც ირყოს თქვენგან აქტიურ ძალისხმევას. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მცირეოდენი, მაგრამ რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება თქვათ შეახსენონ თავი, მაგრამ ამის და მიუხედავად ეს პრობლემებიც კი საერთო ჯამში არ შეუშლიან ხელს თქვენს კარიერულ განვითარებას ან ბიზნეს საქმიანობაში, თქვენ მაინც შეძლებთ აქტიურად მუშაობას. და სხვაშორის მეგობართან მხარდაჭერა ახლობელთან ახალნაცვლად და შეიძლება მხარდაჭერა უფრო მეტად იგრძნოთ ამ პერიოდში, რაც ძალიან კარგი იქნება და ძალიანობაში სასიკეთო თქვენი წარმატებისათვის ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება. ეს არის პრობლემა, რომელიც უკვე თანდათან ხელს შეუწყობს ემოციურ მდგრადობას და წინა პლანზე თქვენი საინტერესო იდეების წარმოჩენას, თქვენი რჩევის ფასი უფრო მეტად გაიზრდება საზოგადოებაში, ამიტომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად თვალში საცემი იქნება თანდათან უკვე შემდეგი კვირიდან. რაც შეეხება კერჩხიბის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს დროს, და კარგავთ შემდეგ კვირის განმავლობაში ახალნაცნობობაზე, იმიტომ რომ ეს კავშირები არაფრის მომტანი არ იქნებიან რეალურად თქვენს ცხოვრებაში. სამაგერად პოზიტიური ცვლილებები მოსაოდნელია თქვენს ცხოვრებაში კვლავ 26 მარტამდე. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი მრავალფეროვანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისათვის, ხელშეკრულებების დასადებად, ახალი საქმის ან ახალი სამსახურის დასაწყებად და სხვა სასიკეთო ცხოვრებისეული ცვლილებებისათვის, მაგრამ 26 მარტიდან უკვე თქვენ იგრძნობთ შინაგანად, რომ რაღაც ინერციულად მოქმედებთ, რაღაც აქტიურობა აღარ არის თქვენს ხასიათშიც იყო იქამდე და ის დაინტერესება ამა თუ იმ მოვლენით. სიზარმაცის ელემენტები მეტად მოიმატებენ ამ პერიოდში, ილუზიები, ანუ ზედმეტი ფანტაზიებიდან გამომდინარე თვითმოტყუების ტენდენცია უფრო მეტად იჩენს თავს. ანუ 26-ის შემდგომ თანდათან იწყებს შემცირებას თქვენი ერგოტონუსი, იწყებს შემცირებას თქვენი იღბლიანობა, რასაკვირველია შეიძლება კიდე რაღაცით გაკეთება, მაგრამ უკვე ისეთი პეცი და ისეთი წარმატებული არ იქნება, როგორც ეს იქნებოდა ახლა 26 დაუშვათ რიცხვამდე. ამიტომ ეცადეთ რომ მაინც მნიშვნელოვანი საკითხები 26-მდე შევასრულოთ.
რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს საერთო ჯამში ძალიან კარგი კვირა, განსაკუთრებით სასიყვარულო საქორწინო ურთიერთობებისათვის ან არსებული ურთიერთობების რადიკალურად გასაუმჯობესებლად ჯანმრთელობის აღსადგენად ენერგოტონუსი თქვენი აშკარად უმჯობესდება. ამიტომ ხდებით პროაქტიული, ენერგიული, ინიციატივიანი, პატულობს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი თქვენში. ეს პერიოდი ხელს უწყობს ორგანიზატორული ნიჩის ახლებურად და საინტერესოდ გამოვლენას. ძალიან კარგი პერიოდია მოგზაურობისათვის, მრავალფეროვანი კონტაქტებისათვის, ახალი საქმის დასაწყებად, ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და მთლიანობაში მოდი ვთქვათ, რადგან აქ არის ძალიან კარგი მეჩვის კარიული წინსვლის პერსპექტივები, ეცადეთ რომ რაც შეიძლება აქტიურად გამვლოთ უკვე ეს კვირა თქვენთვისაც იწყება ძალიან საინტერესო საზოგადო ტენდენციების მქონე პერიოდი. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, უამრავი სამსახურებრივი საქმე გექნებათ შემდეგ კვირის განმავლობაში, ან შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში დადგეს სახლში რემონტის გაკეთების აუცილებლობის წინაშე. ყოველ შემთხვევაში ეს კვირა ხელს უწყობს აი ამ მათ შორის ასეთ საკითხებთან, საქმეებთან სწორად და ასე ვთქვათ თანმიმდევრულად დალაგებას იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს და როდის და რას ახსრებით თუნდაც. ხოლო 26 მარტიდან უკვე პერიოდი, ყოველ შემთხვევაში 3 აპრილამდე მაინც საკმაოდ 3 აპრილამდე მაინც დაძაბულია. აქ ძველი შეცდომებისა და არასწორი პოზიციების გამო შეიძლება შეექმნათ გარკვეული სირთულეები, პრობლემები. ამავდროულად უკვე ამ პერიოდიდან ტრავმულობის, ავარიულობის ტენდენციები მატლობს, ამიტომ თქოს განსაკუთრებულ ყურადღებას მით უმეტეს თუ თქვენ მძღოლი ხართ ან თუნდაც ქვეითად მოსიარულე და უკვე ამ პერიოდიდან მეტად გაუფრთხილდეთ თავს, იმიტომ რომ აქ უიღბლობის ტენდენციების მოიმატებს სირთულეები, როგორც საქმეებში, ასე ურთიერთობებში წინა პლანზე წამოიწევს, ამიტომ ვეცადოთ რომ უკვე 26 რიცხვის შემდგომ შევციროთ აქტიურობა. აჩერება სასწორებს. კვლავ თქვენთვის თავი პრობლემა უკვე დაწყებული სადღაც ახალი წლიდან და ახალი წლის წინაც დაიწყო უკვე ეს პერიოდები. თავი პრობლემები უკავშირდებოდა სირთულეები პირად ცხოვრებას. აქ ისევ და ისევ პარტნიორულ ურთიერთობებში გმართებთ მოთმინება, თავდაჭერა, კომპრომისების გამოვლენა. ასაკოლია, ვინც დასაშლელი იყო, ის უკვე დაიშალა, მით უმეტესად შეიძლება დააგვირგვინა მზის დავნელებამ. ეს დასაშლელი პროცესები, ანუ ისეთ წყვილებში, რომელიც არ იყო მყარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახლა ამ კვირის განმავლობაში უფრო ისეთ სოლიდურ წყვილებსაც კი, რომელიც უკვე მრავალი წელი ერთად ცხოვრობენ, მათაც კი შეიძლება შეექმნათ გარკვეული პრობლემები, ამიტომ მათ ისევ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მინდა მივუთითო სასწორებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინდეთ თქვენი დიპლომატია, მოთმინება, თავდაჭერა, ეცადეთ ურთიერთობებში მაქსიმალურად გამეღროთ კომპრომისები. ეს ძალიან სერიოზული კოსმიური გამოცდაა თქვენი პარტნიორული ურთიერთკავშირის, ასე ვთქვათ, სიმაგრისა. და ამიშოტისიც რომ სასწორებო უმრავლესობა იგრძნობს შინაგანად უკვე შემდეგ კვირიდან რომ მას არ სურს ცხოვრება ძველი წესებით. და რაც სწორედ ზაბავს ურთიერთობებს არა მარტო სახლში, არამედ სამსახურშიც კი. დერგული ყოფ ადამიანებთანაც კი მათ შეიძლება ნაცნობებთანაც იყოს ეს ურთიერთობის დაძაბულობა. ამიტომ ეცადეთ რომ ასეთი ძალიან გასაგებია რომ თქვენში არის ეს სურვილი ცვლილებისა, მაგრამ ძალიან რადიკალურ ზომებს მაინც მიიღებთ, რათა ეს სერიოზულად არ ძაბავდეს ურთიერთობებს მეორე პირველ ყოფ ადამიანებთან. დამთლიანობაში ხა ენერგოტონუსი თქვენი ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ აი ეს ტენდენციები რას უკვე უფრო ნეგატიურ ფერს აძლევენ შემდეგ კვირას. და შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს 26-მდე მაქსიმალურად აქტიურად. ეს არის პერიოდი წარმატებებისა, წინსვლისა, იდეების რეალიზაციისა და სხვა სასიკეთო ცვლილებებისა, მაგრამ უკვე 26 მარტიდან იწყება რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. აქაც ყოველ შემთხვევაში 4-5 აპრილამდე მაინც გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე, წინდახედულობა, მოთმინების გამოვლენა ყველგან და ყველაფერში. მათ შორის შეიძლება გულაცრუების წინაშე წაღმოჩნდეს, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორის მიმართ, შეიძლება ბიზნეს პარტნიორიც იყოს. პრობლემები მეტად შეიძლება წარმოიქმნა ხელმძღვანელებთან ურთიერთობებში, კოლეგებთან, ახლობლებთან მიმართებაში, დაძაბულობა მატულობს, იმიტომ რომ ვერძლის ცეცხლოვანი ენერგია ძალიან აღიზიანებს ტრადიციულად მორიელს, რომელსაც არ უყვარს ეს ამდენგვარი ენერგიები და მორიელი წყლის ნიშანია, წყლის სტიქია, ხოლო ვერძის წყლის სტიქია და წყალი და ცეცხლი ვერ მეგობრობენ ისედაც და აი აქ მორიელი ძალიან მძაფრი რეაქციების გამოხატველი შეიძლება აღმოჩნდეს ამ სხვადასხვა სახის ცხოვრების სულ საჭიროებო საკითხებში და ამ მხრივ ვიყოთ მეტად ფრთხილად. რაც შეეხება მშვილდოს ან კონტაქტების, საზოგადოების საქმიანობა და საზოგადოების წინაშე გამოსვლები, ფრიაცაც კეთილ შეეძენენ განსაკუთრებით 26 მარტამდე. და მთლიანობაში მოდი ვთქვათ ასე კვირა ნამდვილად არ არის ზოგადად ცუდი, თუ ენერგოტონუსი მაღალია, თქვენ აქტიური ხართ, ენერგიული ინიციატივიანი კონტაქტურობა მაღალი გაქვთ. ეს არის პერიოდი ძალიან კარგი გონებამახვილობის, ორიტიული მონაცემების გამოსავლენად, სამოგზაუროდ კი ბატონო ეს ყველაფერი არის, მაგრამ
აი 26 მარტიდან წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯი შეიძლება წარმოიქმნას თქვენს ცხოვრებაში და იგრძნოთ ფინანსების უკმარისობა. რამაც შეიძლება გიბიძგოთ ახალი პარტნიორების ძიებისაკენ და ესეთი პარტნიორების რომელსაც შეუძლიათ გარკვეული შემოსავლის შემოტანა თქვენს ახალ იდეებსა და პროექტებში. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აი ამ განსაკუთრებით მოიმატებს შემდეგ კვირის განმავლობაში თქვენში გაღიზიანება, რომელსაც გამოიწვევენ ავადმყოფი ნათესავები, კონსერვატიული ხასიათის დაზროვნების მოხუცები და პატარა ბავშვები. ამიტომ აქ გმართებთ მაქსიმალურად თქვენ შეიძლება ვერ ახსნათ რა მოხდა, რატო გაღიზიანებენ ასე ისინი, მაგრამ აი ეს ტენდენცია მოდის. Odit თქვათ ასე ვარსკვლავებისგან და ამიტომ თუ იგზავნით რომ ასეთი გაღიზიანებელი ფაქტორები არის ნამდვილად მათგან წამოსული ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ რა არ აღმოჩნდეთ არასასურველი ამის სახის დაპირისპირებების და კონფლიქტების წინაშე ამის დარსვარა თქვენთან ვერ აუხსნით თქვენ თავს რა მოგივიდა და რატომ ეს რეაქცია მაგრამ ეს ასკულია დასცემს თქვენს ავტორიტეტს და შექმნის სხვადასხვა სახის პრობლემებს When ურთიერთობები ახლობლებთან, პარტნიორებთან განსაკუთრებით უკვე 26 მარტიდან, მოდით ასე ვთქვათ, კოსმოსური გამოცდის სერიოზული ამ გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან და ამიტომ კიდევ ერთხელ მეორე თავდაჭერა მოთმინება უნდა იყოს ორმაგი თქვენი მხრიდან. რათა არ აღმოჩნდეთ არასასურველი კონფლიქტების ფერხულში. რაც შეეხება მერწყულს, ну მოდით ასე ვთქვათ, თლიანობაში კარგი პერიოდია თქვათ, შემიძლია ესე გითხრათ, გამახსენდა ერთი მერწყული ამასაც ბოლო ერთი თვე ვეუბნები რომ ძალიან კარგი პერიოდი აქვს და შეიძლება მართლა ძალიან მოფილი არ მარტო ფინანსურად გამოსწორდა მისი მდგომარეობა გარკვეულ წლების განმავლობაში არანაირი ძვრა არ ქონდა მის სასკვალო ურთიერთობებს და გამახსენდა უცებ მისი თვალები რომ აი რაღაც პირველად მოხდა რაღაც რომანტიკული კავშირი და რა ბედნიერი იყო ეს ადამიანი და აი მე მინდა გითხრათ მერწყულებს კიდევ რომ კი არის ტენდენცია ის რომანტიკული კავშირების ზოგისთვის შეიძლება საქორწინო ურთიერთობაც მეტად სასკეთო აღმოჩნდეს ამ პერიოდში მაგრამ თუ ასე იგი პაიმანის საშუალება მოგეცათ უმჯობესია რომ ეს პაიმანი შედგეს თქვენ სახლში საკუთარ სახლში მას უფრო მეტად რომანტიკული და მეტად სასკეთო ფერი და დაბოლოება მიეცემა მინდა გითხრათ პირდაპირ ისედაც მერწყულთა უმრავლესობას ექნება ძალიან შინაგანი რომანტიკული განწყობა შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი რომანტიკული თავგადასავლების ფერხულში გადაეშვას მაგრამ აი ეს ყველა სახის რომანტიკული ურთიერთობები რადიკალურად და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთოდ მინდა გითხრათ პირველ რიგში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას. რისი ტენდენცია ამ კვირაში ნამდვილად არის. თუმცა იმასაც ვიტყვი რომ კი თანდათან მოტრეული მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია თანდათან გარეული განვითარების ტენდენციაც ნამდვილად იჩენს თავს ყოველივე ამ რომანტიზმთან ერთად. ამიტომ საერთო ჯამში კარგი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს 26 მარტამდე პერიოდი ისევ კარგი, აქტიური, ენერგიულია, აქ ისევ ინიციატივიანი ხდებით, აქ ინტუიცია ისევ საკმაოდ მზარდია, რომელიც ხელს უწყობს სწორი ნაბიჯების გადადგმას, ანუ შანსების, დადებითი შანსების ტენდენცია ყველა დონეზე საკმაოდ მაღალია. აი 26 მარტიდან კი უკვე მოდით ვთქვათ ასე მიზნები და გეგმები შეიძლება შეიცვალონ. პარტნიორთან, კონკურენტთან მხრიდან გაუგებრობის ან არაკეთილ განწყობის გამო თქვენდამი აი შეიძლება იყოს გამოწვევა მიზეზი ყოველივე ამისა, მაგრამ ამის და მიუხედავად თქვენ მაინც მთელი კვირა პრინციპში ინარჩუნებთ საქმიან და შემოქმედებით აქტივობას. რაც საერთო ჯამში ასაკულია კარგია და მეტნაკლებად აძლევს სტაბილურობას შემდეგ კვირას. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშანთათვის შემდეგ კვირის განმავლობაში. ეხლა მოდით აღმოჩნდეთ უკვე სხვა მშვენი მოვლენების შემდეგ კვირისა კონკრეტულად გეომაგნიტური დღეები. ანუ ისეთი დღეებია, რომელთა მსვლელობისას მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და თავისუფლად შეიძლება გახდეს მიზეზი. არასასურველი თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენების. აქედან გამომდინარეებით, რომ მეტად ამ დღეებში დაისვენოთ კონკრეტ ურთიერთობა ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სასიაოვნო ადამიანებთან, გამოიყენოთ რასკულია წამლების პროფილაქტიკა თუ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხათ და ეს გეომაგნიტური დღეების შემდეგ კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს. ხვალ 23-ში ორშაბათს, შემდგომ გეომაგნიტური იქნება ხუთშაბათ დღეს, ეს არის 26 სწორედ. მარტი გეომაგნიტური ასევე 27, პარასკევი და 28 შაბათი, ანუ დღე ზედიზედ არის ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. გეომაგნიტური მიაქცევთ ყურადღება განსაკუთრებით თუ სახლში ყავთ ხანდაზმულები, ანუ გაუზომეთ მათ წნევად, როგორც უჩვენთ ტრადიციულად მათ ზედიზედ 3 დღის, ასე ვთქვათ, თანაბრად სტაბილურად გავლა. იგულისხმება აქ არტერიული წნევა პირველ რიგში.
და ეხლა რაც შეეხება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდებს, ეს ის პერიოდები აიცით რომ მოთამსვლობისას შეიძლება მოხდეს მოდუნება ადამიანის ყურადღებისა, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრაუმებისა და ავარიების, ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე მარტივ ცხოველებს და ქვეითად მოსიარულეებს. ესეთი პერიოდები ჩვენ გვაქვს ხვალ 23-ში ორშაბათს 17 საათიდან 24 წუთიდან 24 საათამდე, ზეგ 24 მარტს სამშაბათს ღამის 0 საათიდან დღის 16 საათამდე 23 წუთამდე, ასეთი პერიოდი გვაქვს 26 მარტს ხუთშაბათ დღეს დღის 15 საათიდან 35 წუთიდან 22 საათამდე ღამის 46 წუთამდე. და აღნიშნოთ რომ ეს ტენდენცია ეს პერიოდი პირველში დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ. ეხლა შეეხება ერთი შტრიხით ერთი ანალოგიით მოდით ასე ვთქვათ, შემდეგი კვირის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორები აღვნიშნოთ. აი ხვალინდელი დღე, კარგი დღიანების მიერ მშენებლობის დასაწყებად, ახალი შეხვედრებისთვის, ახალი შედანაცნობობისთვის ეს ყოველივე ფრიად კარგ შედეგებს მოგიტანთ. 24-ში სამშაბათს აქტიური და სერიოზული საქმის დაწყების დღეა, შეიძლება ეს უწოდოთ მას. და ამ დღეს 24-ში ცისკაბადონზე სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში. სადაც გასტანს იგი 11 აპრილამდე. ეს მოვლენა მეტად შემოიტანს ხელოვნებასა და პირად ურთიერთობებში, სილამაზის, ჰარმონიის საოცარ და ძალიან ისეთ ემოციურ აღქმას, მძაფრ შეგრძნებებს, სერდგულებისა და სტაბილურობის შემოტანას მეტად ურთიერთობებში შეუწყოს ყოველივე ეს ხელს და აქ იმოქმედოთ პრინციპით ჩვენჯერ გაზომერთხელ გაჭერი ყველა სახის მათ შორის პარტნიორ ურთიერთობებში. 25 ოთხშაბათი იყავით მეტად აქტიური დღის განმავლობაში მეტი დრო დავუთმეთ ხელსაქმეს, მოერდეთ ამავდროულად მანიკიურის, პედიკიურის გაკეთებას, თმების შეჭრასა და შეღებას, რემონტის დაწყებას, სასკოლო კონტაქტებსა და ქორწინებას. აი ამ ყოველივეს მეტი პრობლემები შეექმნება შემდგომ. 26 ხუთშაბათი დღე. წარმატების ამ დღის ფაქტორი ზედმეტად უკავშირდება ლოცვას და თქვენს ორატორულ მონაცემებს. მოემატებს ადამიანებში მგზნობიარობა, ძალიან კარგია ეს დღე გამოცდების ჩასაბარებლად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ამ საკომუნიკაციო და უშუალოდ აპარატურის შესაძენად. რაც შეეხება პარასკევ დღეს, ეს არის 27 მარტი, ამ დღეს ნურაფერს ნუ დაგეგმავთ, რადგან მათი რეალიზაცია შემდგომ მეტად სათუო გახდება. კარგი დღეა თვითშემეცნებისათვის, საოჯახო საინტერესო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ტრადიციების გასაღრმავებლად და ბავშვებთან კონტაქტისათვის. 28-ში შაბათს ნურაფერს ნუ დაგეგმავთ, თავისუფალი გრაფიკით ცხოვრეთ მეტად, ისეთ საქმეებში შეასრულეთ, რომლებიც ადრე დაიწყე და ამჯერად საჭირო მხოლოდ მათი გაგრძელება. 29-ში კვირა დღეს, ამ დღეს არ დაგავიწყდეთ პარტნიორებისთვის ვალის დაბრუნება, ურთიერთობების აღდგენის და შერიგების დღეა. ნერვული სისტემა შემდეგ კვირას დღეს მეტად უსუსტდება ლომის, კუროს, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, ამიტომ ნუ გადატვირთოთ ნერვულ სისტემას და ზედმეტად ნუ ინერვიულებთ. ეს შემთხვევა. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანი მათი ტენდენციები, ხო სხვა მშვენი მოვლენები, რომელიც შეიძლება გქონდეთ დასახული, მაგალითად, ვისაც აქვს დასახული მკურნალობის დაწყება შემდეგ კვირის განმავლობაში, საუკეთესო დღე არის 26 მარტი. დანარჩენი დღეები ნეიტრალური, ანუ ცუდი არც ერთი არ არის. ამიტომ პრინციპში ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ, იმიტომ რომ უკუჩვენება არც ერთ დღეს არ აქვს. მოგზაურობისათვის ყველაზე კარგია 27-29 მარტი არ ვარგა მოგზაურობის დაწყება მithumetes 25-ში და 28 მარტს დანარჩენი დღეები საშუალოა. სამსახურის შესაძლებლად კარგია 25 მარტი, დანარჩენი დღეები აქაც საშუალოა, ამიტომ პრინციპში შეიძლება ნებისმიერ დღესაც თუ ესეთი დაგეგმილი შესვლა სამსახურის ამის განხორციელება. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 25 მარტი, დანარჩენი დღეები აქაც საშუალოა. ქორწინებისთვის არც ერთ დღე არც კარგი, არც ცუდი არ არის, ამიტომ საერთო ჯამში მისაღებია. ბინის ყიდვა გაყიდვისა და ახალბინაში გადასვლისთვის არ ვარგა 28 მარტი, დანარჩენი დღეები საშუალოა. მშენებლობის ან რემონტის დასაწყებად არ ვარგა 25 რიცხვი, დანარჩენი დღეები კი ბატონო საშუალოა და მისაღებია პრინციპში. სასამართლო პროცესებისათვის ყველაზე კარგია 23, ანუ ხვალინდელი დღე მარტისა, არ ვარგა 28 მარტი. დანარჩენი დღეები საშუალოა. და ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც უკავშირდება უკვე რიტუალებს, ფინანსურ რიტუალებს, თქვენცით რომ რიტუალების დამოქმედების მეშვეობით ჩვენ გვეძლევა საშუალება ფინანსები მოვიზიდოთ, ან პირიქით მოხდეს მათი განზიდვა. აი მაგალითად, ხვალ 23-ში ორშაბათს თუ თქვენ დაგეგმავთ თქვენს ფინანსურ ბიუჯეტს, საოჯახო ბიუჯეტს, მათ შორის ხო ეს უფრო მეტად მოიზიდავს შემდგომ თქვენ დამი ფინანსებს. მაგრამ ხვალ უკუჩვენება ექნება მსხვილ საღედლებს, ფულის გადათვლას, ფულის სესქათაღებას ან გასასხებას. ეს ყოველივე ფრიად შემდგომ განიზიდავს თქვენ დამი საკმაოდ დიდ ფინანსებს.
24-ში სამშაბათს კარგია საკუთარ თავზე დახლობლებზე, აქ ერთი რამ აუხსნათ, საკუთარ თავზე დახლობლებზე ეკონომიას ნუ გავაკეთებთ. აი ეს აუცილებელი პირობა იმისა, რომ თქვენ შემდგომ დახარჯებთ, აქ თუ დასახარჯე, უნდა დახარჯოთ. სამაგეროთ ეს შემდგომ მოიზიდავს უფრო მეტ ფინანსურ თანხებს თქვენს, ასე ვთქვათ, ბიუჯეტში. 25 მარტი 4 შაბათი აქ კარგია ფულის გადათვლა, კაპიტალ დამატება, მაგრამ არავის ასწველი 25-ში მსხვილი საგრილების გაკეთება, ფულის ვალში აღება ან გაცემა. 26 მარტს 5 შაბათს კარგია ფულის დახარჯვა სიამოვნებისათვის. აი რაც გსიამოვნებთ, აი ამაში დახარჯეთ. სამაგეროთ შემდგომ ორმაგი შემოგებთ. და არავის ასწველი ფულის ვალში აღება ან გაცემა. 27 პარასკევი კარგია ეს დღე ქველმოქმედებისათვის, სამაგეროთ არ ვარ გაიგე მსხვილი სარკინლებისათვის ფულის ვალში ასაღებად ან გასაცემად. 28 მარტის შაბათი გადათვალეთ ფულის ვალში აღება ან გაცემა ასევე კარგი იქნება ამ დღეს და ვალის დაბრუნება. ეს ყოველას შემოუწყობს შემდგომ ფულის ეგრეგორის გაზლიერებას, მაგრამ 28-ში შაბათს არ ვარგა ბინის ყიდვა გაკიდვა. ეს ძალიან დიდ ფინანსურ თანხებს წაიღებს შემდგომ თქვენი ბიუჯეტიდან. 29-ში კვირას ძალიან კარგია საფულის ყიდვა, რაც შემდგომ მიიზიდავს ამ ახალ საფულეში ახალ ასე ვთქვათ ფინანსურ წყაროებს. ეს უკავშირდებოდა ყოველივე საფინანსო რიტუალებს და ახლა უკვე სხვა მშვენი მოვლენები, ესე იგი რადგან მზე გადაინაცვლა ჩვენ როგორც აღმოჩნდათ გუშინ სწორედ ვერძის ზოდიაკოს ნიშანში, თითქმის ერთი თვე იქნება იგი ვერძის ზოდიაკოში, ანუ მასპინძელის შემდეგი ერთი თვისა იქნება ვერძის ზოდიაკო, რა ძირითად ტენდენციებთან იქნება ყოველივე ეს ახლა კავშირში და რა არის მოსაუდნელი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მაქსიმალურად ვერძის პერიოდში, ანუ ერთ თვის განმავლობაში უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვერძს უყვარს ლიდერობა, კარგი ორგანიზებული მონაცემები აქვს, და არ გაურბის პასუხისმგებლობას. გადაწყვიტეთ თქვენ თვითონ საკუთარი პრობლემები. სხვას ნუ გადააწყვეტინებთ. მაშინ ვერძი უფრო მეტად იქნება კეთილგანწყობილი თქვენდამი. გაისტუმრეთ ვალები, საუკეთესო ერთი თვე გაქვთ. წინ იმისთვის რომ გაისტუმროთ ვალები, მათ შორის არა მარტო ფინანსური, არამედ შეიძლება იყოს ვალდებულებები, ვალის სახით დაგროვილი დაპირებები, საქმეები. ეს არის პერიოდი, რომელსაც ხალხს ძველი ოცნებების სასრულებასაც კი შემდგომ ძალიან კარგია უძრავი ქონების შეძენა. როგორც სამშობლოში, უცხოეთში არა. ეს პერიოდი ამ მხრივ ძალიან კარგია, თუ გაქვთ საშუალება, მიწის ნაკვეთი ან შეიძლება რაღაც აგარაკი შეეძინოთ და ასე შემდგომ იქნება ძალიან კარგი. უბინა, კი ბატონო. შემდგომ ეს შემდეგი ერთი თვე გვამცნობს, რომ სასწავლო განცდები აქ მეორე პლანზე გადადიან. ამისთვის მოვა კარგი პერიოდი 20 ავრილის შემდგომ. იქამდე პერიოდი აქ ნაკლებ ეფექტური. ამ მხრივ აქ მეტი ყურადღება უნდა გადაიტანოთ სამსახურეობრივ საქმეებზე და ოჯახურ საკითხებზე და ურთიერთობებზე. ამავდროულად, რადგან ჯანმრთელობის კუთხით მაინც ავიტამინოზე ახლა ყველაზე მეტად შესამჩნევია და ნაკლებობა აშკარად, ასე ვთქვათ, საცოცხლო ენერგიის პროდუქტებში ეს თვალშესაცემი იქნება, მათ შორის დაღლილობით. ზოგიერთი ადამიანი აქ აშკარად იგრძნობს უკვე შინაგან გადაღლას. მოიმატებენ სამაგეროდ ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფები, რაც შეიძლება იყოს გამოვლენილი, როგორც დავუშვათ წვიმების სახით, შეიძლება იყოს ეს ხანძრების და სხვა სახით ტექნიკური პრობლემებით კი ეს ცოტა მეტად მოიმატებს და თვალშესაცემი აღმოჩნდება. სახლში ამჯერად ყველაზე კარგი ზონა არის აღმოსავლეთი მხარე, აი აღმოსავლეთ მხარეს თუ უფრო დიდ ხანს იქნებით, მით უკეთესი ენერგია მოდის იქედან და უფრო მეტად ეს გაასუფთავებს თქვენს აურას და ხელშეუწყობს თქვენს წარმატებებს. ძალიან კარგი პერიოდია ვარჯიშებისათვის, ვერძი, რომელშიც ახლა იმყოფება მზე ფრიად სპორტული ნიშანი, იმიტომ რაც მეცი ვარჯიშებთ, ოღონდ გადამეტებული გადაღლის გარეშე, ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, კი ბატონო, იქნება ძალიან კარგი. მათ შორის შეიძლება ესეთი თამაში ვარჯიშების სახითაც კი ესეთი ვარჯიშები იქნება ძალიან კარგი. კვების კუთხით. ყველაზე კარგი ახლა გავითვალისწინოთ ურთიერთობა მაწონთან, კაკალთან, მზესუმზირასთან, მჟავეულთან, მჟავე კომპოსტთან მათ შორის ძალიან კარგია. ლიმონი განსაკუთრებულად კარგი პროდუქტია, ქათმის ხორცი, მწყერი, ღორის ხორცი, ეს პროდუქტები წინა პლანზე. არავის ასურველი ახლა ურთიერთობა კვერცხთან, ნიორთან, ცხარეს საკვებთან, კურდღლის ხორცთან და ცხრის ხორცთან. აი ეს ყოველივე უმჯობესია მენიუდან ამოიღოთ ერთი თვით. ვისაც მოგზაურობა განზრახული მათთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ახლა პარაგვაისთან, ბოლივიასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით რიო-დე-ჟანეირო ახლა არის ფანტასტიკური. ასევე კატალონიასთან, ესპანეთში, აქ დედაქალაქია ბარსელონა, იცით. კარგია ახლა კუნძულ მალტაზე და დანიაში. აი ეს ქვეყნები იქნება უფრო სასიკეთო წარმატებული, დიდი შტაბ-შტაბები იქნება და თან წარმატების შანსებიც ამ ქვეყნებში იქნება მაღალი, მათ შორის ბიზნეს საქმიანობის კუთხით. არა ეს ასველი ურთიერთობა ახლა ჩრდილოეთ ნაწილთან, ჩრდილოეთ რუსეთთან, ნორვეგიასთან
ნორვეგიასთან, შვეციასთან, ჩრდილოეთის ზონა მაინდა-მაინც არ არის სასურველი და სასიკეთო. ეს ზოგადი ტენდენციებია შემდეგი, ასე ვთქვათ, კვირისა და შემდეგი ერთი თვისა, მოდით ესე ვთქვათ. და ეხლა სანამ ჩვენ ვისაუბრებთ უკვე დანარჩენ საკითხებზე, ჩვენ აქ უკვე უნდა გამოვაცხადოთ მცირეოდენი სარეკლამო პაუზა, იცით რომ ტელეკომპანია კავკასიაში ძალიან მოკლე ეს პაუზები, ამიტომ ცოტა ხნით რამდენიმე წამით შევისვენო და შემდგომ გავაგრძელოთ ესე ურთიერთობა ვისაუბრებთ თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. ეხლა სარეკლამო პაუზა. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, როგორც დაგკვირდით, რამდენიმე წამიანი პაუზა ტრადიციულად, ამიტომ გადაღლას ადგილი არ აქვს რეკლამისგან ტელეკომპანია კავკასიაში და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ეხლა მე მინდა თქვენებართვით დღეს 22 რიცხვი 22 მარტი და მიულოცოთ დაბადების დღე ფრიად საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ბევრი თქვენთაგანი იცნობს თავისთავად, ეს არის გიორგი ნიკოლაძე. ნიკოლ შოუდან ყოველ შემთხვევაში მას კარგად იცნობ და მე მინდა უსურვო მას წარმატებები, წინსვლა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყოველივე კარგი და რაც თავარია ახლა. შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, ახალი, უფრო მაღალი დონის, ასე ვთქვათ, მიღწევა. რატო ახლა მაინდა-მაინც გიორგის ეს შემოქმედებითი? აი მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო წიგნი გამოუშვა მან პირველად. ქარწყალპარი ანი ბანი აი ია. ესეც სახელწოდებით. ეს წიგნის მე შორის არის გამოშვებული და შეგიძლიათ შეეძინოთ. სხვა წიგნების მაღაზიაში მათ შორის აი ჯიხურში, პრესის ჯიხურში, რომელიც მდებარეობს ასტროლოგიური ლიტერატურა, იღედება ბუკიას ბახთან მდებარე ვახტრიონის და პეკინის ქუჩის კვეთაზე მეტროპოლიტექნიკური სამსახურთან. აი ფრიად საინტერესოა, დამაინტერესა, მინდა გითხრათ, რა სკოლა აქ არის ხარვეზები, ჯერ კიდევ დასახვეცია, გაუშვათ მისი შეიძლება მანერა გადმოცემისა, მაგრამ ეს არის უკვე ეზოტერულ რევოლუციური, მოდით ვთქვათ ასე, პოეზიის გარკვეული ნიშნები, ძალიან საინტერესოა, მე არ ვიცოდი თუ იგი ლექსებს წერდა, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მან გარკვეული სიზმრების სახითაც, გარკვეული შინაგანი ხედვის სახითაც კი უცებ მას გაეხსნა ესეთი საოცარი ნიჭი და ძალიან ესეთი კიდევ თქვა მინდა გითხრათ, ეზოტერო, ჩვეულებრივი ესეთი ლირიული ლექსები აქ არ არის, აქ არის ცოტა ეზოტერულ, რევოლუციური ხასიათის ლექსები და მე მინდა პატარა ნაწილი ამოგეკითხოთ, რომ თქვენ მიხვდეთ დაახლოებით რა სტილშია. მაგალითად ბევრი მსჯელის კაენელეთში რით ამოხადონ აბულეთ სული. გადავწვათ? არა, მოდი ვაწვავოთ. მოდი ისე ვქნათ, არ გქონდეთ ფული. თუ არ გექნება, იყავით მკნარად. შენზე უფულოდ ვიქნები მარად. არ გახდი არვის ფინია, ვარგი ხარ, ნუ გეშინია. და ბოლოს შენ ესეთი საინტერესო გონს მოვეგოთ ქართველებო. გიორგი, ძალიან კარგია, საინტერესოა. გილოცავ ამ პირველი გამოცემის გამოშვებას და გააგრძელე ამ სტილში მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეზოტერულ პოეზიას, დამთავრდა და რევოლუციური კუთხით, ვთქვათ, რომელიც სულში გახედებს და გარკვეულწილად გიცვლის ხედველობას და გაიზოლებს რომ იაზროვნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის, რომელიც მიძინებული ამ თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო დაბადების დღე და გისურვო წინსვლა, წარმატებები, შემოქმედებითი პირველ რიგში პირადი წარმატებები და ყოველივე კარგი. შემდეგ ეხლა მე მინდა კიდევ უკვე თქვენს კითხვებს გარკვეულწილად პასუხი გავცე და აქ კიდევ საინტერესო კითხვაა, რომელსაც დიდხანს ვიკავებდი თავს, მინდა გითხრათ, არაერთხელ იყო ესეთი კითხვა მოსული და არაერთ გადაცემაში. სხვადასხვა წლებში მინდა გითხრათ, ეხლა დადგა დრო, რომ რაღაცები გაეხსნას, იმიტომ რომ იყო მზის დავნელება. მზე გადავიდა პირველ ზოდიაქოს ნიშანში ვერჩი და იყო ახალი ციკლი განვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროსთვის და საქართველოსთვის. როცა ვსაუბრობდით იბერიის გაფსკინებაზე და ასე შემდგომ ნიკოლას ქმა ასევე ის მომენტი, რომელიც ასე ვთქვათ დადგა, ნელ-ნელა დგება და კიდე დადგება. საინტერესო ახალი მოვლენები, ანუ აქ არის ეს კითხვა, რომელიც ხშირად ხდება, კიდევ ერთხელ მეორებ, რომ ვინმე გაჩნიათ, რომ ვინ შეიძლება დაუშვათ ხელმოკიდოს საქართველოს შემდგომ განვითარებას, ვის აქვს ყველაზე საინტერესო პროექტები, ვინ არის ყველაზე ახლო კოსმურ განვითარებასთან საქართველოს იგივე პოლიტიკოსებისგან, ეკონომისტებიდან, დაუშვათ იურისტებიდან და ასე შემდგომ და ესეთი კითხვები ძალიან ხშირად მუსირებდა და მე მინდა ერთი საინტერესო ასე ვთქვათ, გინდათ განცხადებოდა არ ვქოთ ამას, გინდათ უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება მოვახდინო, იმიტომ რომ არის რაღაც ინფორმაციები, რომლის მოწოდება დროზე ადრე არ შეიძლება. კოსმოსი ამის უფლებას არ ვაძლევს. specially მე ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ გაეცინება ამაზე და არასერიოზულად მეუდგება, მინდა გითხრათ, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთან, მათ შორის თბილისში, როცა ზოგიერთ ექსტრასენსმან ინასარმეთყოლებმა როცა მიიღო უარი ამაზე თქმაზე, როგორ გაეთიშა მას ხელი, ფეხი, როგორ სამი დღით საერთოდ ერთი პიროვნება გაჩუმდა და ხმა ვერ ამოიღო. ამ დაჟის მეთოდები მე ნანახი მაქვს. ძალიან
კარგად ვიცი როგორ იჯება ესეთი ადამიანი და მე ისეთი ადამიანი რომელიც ჩართულია ეზოთერულ ოკულტურ სფეროში მათ შორის ზოგიერთი ასტროლოგი რომელიც არ იცავს იმ კოსმიურ ასტროლოგიურ ეთიკას კანონებს თუ როგორ ამთავრებს შემდგომ იგი არა პრობლემები ექნება სამწუხაროდ ეს ვიცი და შეიძლება საბედნიეროთაც კი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მაგრამ მათთვის სამწუხაროდ მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ეხლა დარიგა დრო ანუ მოვიდა დრო როდესაც ამის საშუალება არის გარკვეული სიგნალებია და ასე შემდგომ და მე მინდა გითხრათ რომ დიდი ხანია მრავალი წლის განმავლობაში მე ამ თემაზე ვიყავი ყოველთვის ჩაფიქრებული ყოველთვის მინდოდა რომ მეპოვა საიდან მოდის სამყაროში ის ნობიერება რომელიც ხელშეუწყობს განვითარებას ქვეყნისა ახლებურად და სწორად როგორც ეს საჭირო თქვენცით ამაზე ქონდა ჩვენ არაერთხელ ჩვენ განაცემის საუბარი რომ საქართველოს კოსმიური მისია ძალიან კარგად ესადაგება მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ზონას ანუ კოსმიური მისია სულიერი განვითარება პირველ რიგში და ინტელექტუალური განვითარება შემდგომ რომელიც ასევე არის შეხამებული ეკონომიკურ განვითარებასთან მაგრამ თავარი სულიერი მისია საქართველოსი არის ნეიტრალური პოზიციის დაკავება არავითარი რუსეთი არავითარი ევროპა ამერიკა არავითარი დაუშვათ აზია და სამხრეთი იყო და ამავდროულად ყველა ერთად. აი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული მისია აქვს საქართველოს, რომელიც ისეთ ზონაში მდებარეობს, საიდანაც მან უნდა ძალიან დიდი ინფორმაცია გადასცეს ყველა მხარეს, ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს, დასავლეთს, არა მარტო ეს უნდა იყოს ინფორმაციული, სულიერი, ინტელექტუალური, არამედ ეს უნდა იყოს მათ შორის ეკონომიური. კუთხით და აქედან გამომდინარე თან ქვეყანა უნდა იყოს ნეიტრალური და არა მარტო ქვეყანა აქ ძალიან საინტერესო მომენტია ესე იგი სულიერი განვითარება საქართველოს უნდა გადადიოდეს გვერდით მეზობლებსაც და აქედან გამომდინარე საქართველოს უნდა იყოს ესე იგი გიმეორებთ კოსმიურ ასტროლოგიურ ეზოთერული მისია საქართველოს ასე ვთქვათ შემდგომი განვითარებისა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობისა და არა პოლიტიკოსებს სხვანაირად ხედავენ პოლიტიკოსები მეგეუბნებით ასტროლოგიურ კოსმიურ მისია როგორი უნდა იყოს საქართველოს და რა პოზიციაში ანუ ნეიტრალური ქვეყანა რომელიც ყველა სხვა ქვეყანასთან მათ შორის მეზობლებთან ძალიან კარგ ურთიერთობებშია და უფრო მეტიც ხელს უწყობს მათ შორის მათ განვითარებასაც როგორც მატერიალური კუთხით და ეკონომიკური კუთხით ასევე ხელს უწყობს მენტალური გონებრივი სულიერი განვითარების კუთხით და ასე შემდგომ აი ძალიან მნიშვნელოვანი მისია და შესაბამისად სულ მქონდა ამაზე საუბარი და ყოველთვის ვიცოდი ერთი რამ და არის ეს ინფორმაცია კოსმოსიდან რომ ეს უნდა იყოს პიროვნება რომელიც დაბადებულია მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მშვილდოსნებს შეიძლება ყოფილიყოს სხვა ადამიანიც იმ შემთხვევაში თუ მშვილდოსანს ვერ ვიპოვიდი კი იყო ესეთი შანსი გამოსავალი მაგრამ პირველ რიგში იყო საჭირო მშვილდოსანი და ამიტომ იყო რომ როცა მე პირველად ხოვეს 2001 წელს დახმარება მიხეილ სააკაშვილისთვის და გავიგე რომ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი ეს უფრო ძალიან საინტერესო ჰოროსკოპი ქონდა მიდათ ეს გითხრათ აი მქონდა იმედი რომ აქ შეიძლებოდა მოხდარიყოს ძალიან საინტერესო გარღვევა და მას მქონდა შესაძლებლობები რესურსები იმისა რომ გარკვეულწილად საქართველოს აიყვანა ამ გზით მაგრამ ვერ გაუძლო ეგო ზედმეტად განვითარდა ამბიციები გადავიდა ყველანაირ ზღვარს და მან ვერ შეასრულა ეს მისია რომელიც შეესრულებინა მაშინ მივხვდი როცა როგორც კი პისი პირველივე პროგრამა გავიგე განვითარების ევროპა, ნატო, ამერიკა უკვე გასაგები იყო რომ ცალხარეს გადაიხარა ზომიერების წერტილი დაკარგა და საქართველოს კოსმიური სულიერი მისია სწორედ არის ზომიერების შენარჩუნება ანუ ნეიტრალიტეტი და ყველასთან კარგი ურთიერთობა გასაგები გახდა რომ ეს ის მშვილდოსანი არის შემდგომ იყო იმედი ირაკლი ავასანიას რომელიც ასევე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით არის ზურაბ ჟვანია გარკვეულწილად მოიაზრებოდა მაგრამ როგორც კი მათი პროგრამები ვნახე აქაც ასე ვთქვათ დასავლეთის გადახრა გასაგები გახდა რომ ეს ის მშვილდოსნები არ არიან საჭირო იყო გარკვეულწილად ზებნა და მინდა გითხრათ რომ სამყარომ ძალიან საინტერესო მოვლენა ასე ვთქვათ ჩამოაყალიბა და ამ ბოლო ხანს მოხდა ეს მოვლენა ნამოვლენას აქვს თავის სახელი და სანამ სახელს ვიტყვი რომ ეს პიროვნებაც აღმოჩნდა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი რომელიც ძალიან უცნაურად ასე ვთქვათ შემოვიდა კონტაქტში და ამ პიროვნების გაცნობის და გასაუბრების შემდგომ მისი პირადი ჰოროსკოპის შედგენის და გაანალიზების შემდგომ მე მინდა გითხრათ რომ ვიხრები იმ აზრისკენ რომ სავსებით შესაძლებელია რომ აი ეს პიროვნება ყოველ შემთხვევაში თავისი დოქტრინით ყველაზე ახლოა იმასთან რა გზას უნდა დაადგეს საქართველოს შემდგომ. ვინ არის ეს პიროვნება? ბატონი ზურაბ ხონელიძე. ეს მისი გადასარევი წიგნია, მინდა გითხრათ. როდესაც მე ყურადღებით გავიცანი, საქართველოს არჩევანი არის ასევე რუსულად და ინგლისურად, სამ ენაზეა გამოშვებული.
ძალიან საინტერესო პიროვნება არ მარტო იმიტომ რომ შულდოსანია და გამორჩევა საოცარი გონება מחვილობი ძალიან კონტაქტურია და საოცრად ოპტიმისტია და მეტად საინტერესო კეთილსმუდესიერი პიროვნებაა და კარგი მეოჯახე მინდა გითხრათ სამი შვილის მამა ამის გარდა მე ვეცდები რომ სხვაშორის ნელა გაგასწროთ ეს პიროვნება შეიძლება აი გადაცემაში თქვენი დრო წარმოერგინოთ კიდეც და მოვიწვიოთ სტუმრად რათა მან ისედაც გაიცნოთ ეს პიროვნება და შემდგომ თავისი დოქტორია წარმოერგინოს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და მინდა გითხრათ გარკვეული აღმოჩენა ეს დოქტრინა იმიტომ რომ აი აქ არის ზუსტად ის მოცემული რასაც ითხოვს სწორედ კოსმოსი საქართველოსგან. ანუ აქ არის საუბარი სამხრეთ კავკასიაზე, როგორც გეოპოლიტიკურ სივრცეზე და მათ შორის საქართველოს როლზე. მის ნეიტრალიტეტზე, მის ეკონომიკურ წინსვლაზე და რა ფორმით. ანუ აქ სწორედ ის არის, რომ მან უნდა დააკმაყოფილოს ყველა ინტერესები ირგვლივ ყოფი დიდი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ევროპის და უშუალოდ შეერთებული შტატების, თურქეთის, ირანის და შემდგომ და რა გზით და როგორ და ის უნდა გახდეს ისე აბრეშუმის გზის ძირითადი ქვაკუთხედი და მათ შორის საქართველოს ეკისრება დიდი მისია მათ შორის ყარაბაღის პრობლემების და შიდა პრობლემების შემდგომი მოწესრიგების და შემდგომ აი ეს უკვე შეგიძლიათ უკვე აი ამ წიგნიდან ყოველივე ეს წაიკითხოთ გაიცნოთ ამ ინფორმაციას ყოველ შემთხვევაში მე რაც წავიკითხე მინდა გითხრათ რომ ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ყველაზე ახლო საქართველოს კოსმიურ მისიასთან ყველა პოლიტიკური დოქტრინი და რაც კი მე ჯერ წამეკითხავს ყველაზე ახლოა ბატონი ზურაბი ამ თავისი წიგნით და ჩვენ ვისაუბრეთ კიდე სხვა მნიშვნელოვან თემებზე და მინდა გითხრათ რომ უბრალოდ შემთხვევაში მე ვეთანხმები მის გზას სხვა საქმეა რომ რამდენად გამოვა ეს გზა რამდენად შესაძლებელი იქნება რომ უამრავი ბარიერები და წინააღმდეგობები დახვდება მას ამ განხორციელების გზაზე თავისთავად მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა საგანგებოდ ხაზი გაუსვა რომ საქართველოს კოსმიური მისია შემდგომი მისი განვითარებისა სადაც არის ჩადებული მისი სულიერ ინტელექტუალური განვითარება ზრდა მისი ეკონომიკური განვითარება და როგორც მთავარი როლი შემაერთებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ნეიტრალური პოზიციით მათ შორის ყველა ქვეყნთან მიმართებაში და ამ ქვეყნების დაინტერესებით ამ გეოპოლიტიკური ზონის ნეიტრალიტეტისა და ხელის არხლებისა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს იქნება ის ეკონომიკური ზონა, რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო. ამიტომ არც ერთი ეს სახელმწიფო არ განახორციელებს არანაირ ინტერვენციას, იმიტომ რომ ყველას ინტერესებში იქნება ეს. Dacă გამდა ძალიან საინტერესო დააკახცერილი, მინდა გითხრათ, აი პოზიცია, სწორედ კოსმოლოგიური საქართველოს და მისი შემდგომი განვითარებისა ყველაზე ახლო მივიდა და ალბათ შემთხვევით არ არის რომ სწორედ ეხლა მოხდა გაცნობა ჩემი ამ პიროვნებისა, აი სწორედ ბატონ ზურაბ ხუნელიძესთან. აი საინტერესო წიგნი კარგი იქნება თუ გაეცნობით ამას. სხვა საქმე შეიძლება რამდენად განხორციელებად იქნება იგი დღეს არ ვიცი, ძნელია თქვა, მაგრამ ის რომ ეს პიროვნება ამ კუთხითაც მუშაობს, ეს ძალიან სასიამოვნოა და კარგია, მაგრამ მე სწორედ მჯერა რომ აი პოლიტიკურ ეკონომიკურ დონეზე სწორედ ესეთი ფორმა განვითარებისა ყველაზე მეტად მიასადაგება საქართველოს კოსმიურ განვითარებას. ამიტომ მე ვფიქრობ რომ შემდგომი განვითარებისთვის აი ეს პიროვნება იქნება ყველაზე ახლო იმასთან და მისი განვითარების გზა რაც ესაჭიროება კოსმოლოგიურად საქართველოს და რაც შემდგომ მას გადაარჩენს. ფიზიკურად გადაარჩენს, მორალურად, ინტელექტუალურად, სულიერად და ასე შემდგომ. ყველა სხვა სახის დოქტრინა, გინდათ ეს იყოს პრორუსული, გინდათ ეს იყოს პროევროპული, ამერიკული, ან თუნდაც პროთურქული, ან პროირანული, აბსოლუტურად არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ის არღვევს იმ საქართველოს კოსმიურ მისიას, რომელიც უკავშირდება ნეიტრალიტეტს და ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. აი, სწორედ მხოლოდ აქ პირველად მე ამოვიკითხე და გავეცანე ამ ინფორმაციას, სადაც არის სწორედ ეს პოზიცია დაკავებული. ამიტომ მე იმაჩნია, რომ აი საქართველოს მომავალი სწორედ აი ესეთი დოქტრინა უკვე პოლიტიკურ დონეზე. რაც შეესაბამება ის კოსმოლოგიურ ხედვას. ამიტომ მე მგონია, რომ შემდგომში ეს პიროვნება ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად იტყვის თავის სიტყვას და მე ვფიქრობ, რომ აი მისი დოქტრინა გარკვეულწილად გარკვეულ დაინტერესებას გამოავლეს. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვეცდები, რომ ერთად გადაცემაში მოვიწვიო ეს პიროვნება და თქვენ გექნებათ საშუალება პირდაპირ ეთერში დავუშვათ მას კითხვები. და მე მგონი თქვენთვისაც საინტერესო იქნება მისი ხედვა. შეიძლება ზოგი არ დაეთანხმოს, ზოგი დაეთანხმოს, მაგრამ ის რომ აი ესეთი ხედვა ძალიან საინტერესოა და მე მაგალითად აი პირველად ხვდები აი ამ ხედვას, მე იმაჩნია რომ ეს ყველაზე ახლოა საქართველოს შემდგომ განვითარებასთან და მის ყველა მხრივ წინსვლასთან. ეს აი სწორედ ამ კითხვასთან დაკავშირებული პოზიცია. ხა შემდეგ კითხვები, რომელიც მე ასე აქ დამიგროვდა და მინდა გითხრათ ამ კითხვების შესახებ, ესე იგი აქ არის ესეთი კითხვა ჩვენ ერთ-ერთ ტელემაყურებლისა.
მოგესალმებით 2015 წელი როგორც ასეთი არც ჩემთვის ცუდი წელი ჩემი პირადი ჰოროსკოპიდან ხო არის ჩემთვის ცუდი წელი პირადი ჰოროსკოპიდან გამომდინარე თუ შეგიძლიათ მითხრათ რაში შეიძლება გამოიხატოს ну ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ვიყო არააქტიური გასაკუთრებულად ეს ყველაფერს ნიშნავს იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ წელიწადი არის ნეგატიური ვარყოფით ეს ნიშნავს იმას რომ სირთულეების წარმოქმნის ტენდენცია სხვადასხვა დონეზე ამ პერიოდში ყოველთვის მაღალია ანუ აქ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც იჩინო, პირად ცხოვრებაში სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას, აქ შეიძლება ფინანსური უკმარისობის წინაშე აღმოჩნდა და ანუ სხვადასხვა სახის ცხოვრებისული წინაღობების და ბარიერების ტენდენცია მეტად იჩენს თავს ასეთ უარყოფით რთულ პერიოდებში. ამიტომ ვეცადოთ ტრადიციულად რომ ესეთი წლები ჩვეულებრივზე მეტი ეს არ ნიშნავს იმას რომ არის უნდა და არაფერი არ გააკეთოთ არა. ან შეგეშინდო და შეგო, მაგრამ უბრალოდ იყავთ ჩვეულებრივზე მეტი. ფრთხილი, წინდახედველი, მომთმენი ეს ბიზნეს საქმე, ეს პირადი ურთიერთობა, ეს სამსახურია თუ ნებისმიერ ურთიერთობებში რაც შეიძლება მეტად შეუძახეთ თქვენს თავს, თუ გზავთ რომ რაღაც დეპრესიული მომენტები წამოვიდა, აბა ოპტიმიზმი წინა პლანზე, მენტალურად იმუშავეთ თქვენს თავზე, რაც შეიძლება მეტად ვეცადოთ რომ შვიდად გავიაროთ ეს წელიწადი, დაანებოთ თავი ყველა სახის ურთიერთობების გარჩევას, სარისკო მოქმედებებს და ესე კოსმოსი გიყურებთ რამდენად შვიდად. გაწონასწორებულად იქნებით პროვოკაციული სიტუაციებით შეიძლება შეიქმნას, აბა როგორ გაევლით ამ კოსმურ გამოსტას აყვებით, თუ პირიქით შვიდად გაევლით ზედმეტრი აქციებს არ მიაქცევთ ყურადღებას მაშინ შეიძლება ამავე წელიწადშივე კი მიიღოთ რაღაც გარკვეული კოსმოსური სასკეთო ცხოვრებისული დივიდენდებიც კი როგორც საჩუქარი კოსმოსიდან სწორი თქვენი მოქმედებებისათვის. ამიტომ ის როცა წელი უარყოფითი არ ნიშნავს რომ აუცილებლად ცუდად წარიმართება არა, მაგრამ ტენდენციები სხვადასხვა სირთულეებისა და ბარიერებისა კი ამ წელიწადს მეტი იქნება ვიდრე კარგ წელიწადს. აი ამაზე მხოლოდ საუბარი. შემდეგ კითხვა ასეთი ესე კალბატონი ეკა სამოდაშვილი მოინატრა ჩვენს ერთ-ერთ ტელემოყურებელს ეთქობა გებატონო გეტყვით ეს არის კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ახლა ამ პიროვნებასთან მალე ალბათ რაღაც ანეკდოტები იქნება ამასთან დაკავშირებული იმიტომ რომ ნუ ურეკავს ერთ-ერთი პიროვნება ჩვენ ტელემოყურებელი და თხოვს ბებიის მიყვანას და აღმოჩნდა რომ ბებიას თურმე კი ვაყური და მე ძალიან მაინტერესებს ვინ გითხრათ შემოკარგებო რომ ეს არის ყურის ექიმი ну ხა კიდე იყო მეორე ანეკდოტური სიტუაცია როცა დაურეკავთ ჩვენმა ტელემოყურებელმა და ну შეიძლება ტელემოყურების ვიღაც ნაცნობი იყო ტელემოყურებელმა გადასცა ყოველ შემთხვევაში ამას არ აქვს ესეთ მნიშვნელობა ფაქტი ის არის რომ ესე იგი დაურეკეს როგორც ნათელ ხილველს და მკითხავს არაფერი ამ დაგვარი კიდე ერთხელ ხას უსვამს ზედმიწევნით მეაქცეთ ყურადღება ეს არის სტომატოლოგი ექიმი კბილის ექიმი რომელიც კარგად ერკვევა ასტროლოგიაში და ეკანებს ასტროლოგიურ პარამეტრებს მათ შორის მთვარის საინტერესო პოზიციების ანალიზი ეკმას Dacă გამომდინარე მისი მკურნალობა იღებს ძალიან საინტერესო ელფერს. ამიტომ თუ გაქვთ პრობლემები კბილებთან ხას უსვამს ზედმიწევნით, მაშინ უკვე თქვენ შეგიძლიათ შეეხმიანოთ მას შემდეგ ნომერზე 268 84 62 და იგი უკვე ასტროლოგიური ცოდნის გამოყენებით სტომატოლოგიურად კარგად გიმკურნალებთ. ეხლა შემდეგი კითხვა. ვარ 82 წლის 19 ნოემბერს დაბადებული. ანუ ძაღლი მორიელი. ვარ და გთხოვთ მითხრათ წინ წასვლა რატომ მიჭირს. ძალიან ძნელია შემოკარგო ამის თქმა. აი ესე უცებ მარტო მეთქო თქვენ მაწვით ამ პარამეტრებს. აქ უნდა ვნახოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი. რა შეასაკმა ყოველ შემთხვევაში ბოლო 2 წელიწად ნახევარი მორიელს ამძიმე ქონდა. პლანეტა სატურნი მოხრუჭი პლანეტა იყო თქვენ ზოდიაკოში და ყველანაირად გამოხრუჭებდათ. ეს შეიძლება ნამდვილად ითქვას, მაგრამ მარტო ეს არის მიზეზი თუ კიდე სხვა მიზეზებია. ამ თქვენი წინსვლის შეფერხებისა დაუშვათ ამაზე შეიძლება ჩავისაუბროთ ხოლმე როცა პირადი თქვენი ჰოროსკოპი შედგება და გვექნება სრული სურათი დაუშვათ ახლა თუ იმასაც ვიტყვით რომ ეს წელიწადი ძაღლის წელიწადში დაბადებულთათვის ცოტა რთულია ამიტომ ესე იგი ეს ამ ხრივაც ახლა ეს წელიწადი ცოტა მეტად გიშლით ხელს ამ თვალსაჩინოდ მინდა გითხრათ რომ 2016 წელი უნდა იყოს თქვენთვის გაცილებით უკეთესი და წარმატებული მაგრამ იქამდე ალბათ უპრეან იქნება რომ თქვენ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ და რატო ამას აღიხსნათ იმიტომ რომ არის რაღაც ხელის შემშელი ფაქტორები რომელიც ხელს უშლიან გარდა სატურნისა და ძაღლის წელიწადს და ალბათ კიდე თქვენ სიტყვას რომ მარტო ახლა რამდენი ყოფილა შეიძლება რომ წელიწადი მაინც არის კარგი მაგრამ ადამიანი მეტნაკლებად რაღაც სტატუს კვოს ახსოვს და რაღაცას მაინც ახსოვს თქვენ რახან არაფერი არ გამოგდით ეს თქვენ ნიშნავს იმას რომ აქ კიდე რაღაც შეიძლება დამატებითი ფაქტორები ახდენენ თქვენზე ზეგავლენას ამიტომ კარგი იქნება თუ 2016 წლამდე ჩვენ ამ ფაქტორებს დავადგენთ
და დავიწყებთ მათზე მუშაობას, მათ გამოსწორებას. თუ ეს საგვარეულო წყევლის მომენტია, გავსუფთავდეთ თუ შავი მაგიისზე გავლენა, როგორც მუხრუჭისა, ასევე ამისგან განთავისუფლდეთ, ანუ მოვამზადოთ თქვენი თავი, ორგანიზმის, სული, სხეული, გავასუფთავოთ უარყოფით ენერგიებისგან, ანუ მოვამზადოთ შემდგომი წარმატებებისათვის. აი ეს პროცესი რო ჩატარდეს 2016 წლამდე იქნებოდა კარგი. და თქვენ იქნებოდეთ უკვე აბსოლუტურად მომზადებული სუფთაურით და უფრო მეტად წარმატებული იქნებოდით შემდგომ. შემდეგ კითხვა არის ასეთი, ვარ კუროს წელში დაბადებული ქალწული, მაქვს სამსახურეობრივი პრობლემა, არის თუ არა ამ პრობლემის გადასალახად კარგი პერიოდი? ნამდვილად ეხლა არა. კუროებოთ, შემოკარგებო, ნუ მაქსიმუმ თქვენ გაქვთ 3 დღე, 26 მარტამდე. კიდევ კი, შეიძლება კიდევ რაღაც პრობლემების მოგვარება და მეტაკლება წარმატების მიღწევა 26 მარტიდან უკვე ხილად ყურადღებით ენერგოტონუსი თქვენი კლებულობს, იმუნიტეტი ხდება დაბალი, ემოციურადაც იქნებით უფრო ადვილად გაღიზიანებად, იღბლიანობაც კლებულობს, ამიტომ დაახლოებით 20 აპრილამდე შემდგომ უმჯობესია რომ მხოლოდ ის გააგრძელოთ, რაც აქამდე დაწყებული ჰქონდათ და ძალიან მშვიდად გამლოთ ეს პერიოდი ყოველგვარი სარისკო სერიოზული მნიშვნელობის საკითხების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შესწორებები არ დაუშვა და გასაუბრებელი ყურადღება ჯანმრთელობას. შემდგომ კითხვა არის ესეთი, ესე გაინტერესებს ლომი კაცის და ქალი მშვილდოსნის ურთიერთობა ჩვენს ტელემაყურებელს შესაძლებელია თუ არა? ნუ, რა გითხრათ ახლა გაჩნი აქ თუ აქ წლების შეხამება მინდოდა. იმიტომ რომ აქ ლომი და მშვილდოსანი პრინციპში კარგად უგებენ ერთმანეთს, მათ შორის პრინციპში პრობლემა არ არის და ურთიერთგაგება კარგია, მაგრამ წლებში თუ თქვენ შორის განსხვავება 3-6 წელი, აი ეს წლები უკვე აქ შეიქმნიან სერიოზულ პრობლემებს და კონფლიქტებს. თუ ეს არ არის და წლებშიც მეტაკლებად ნორმალური შეხამება, მაშინ ეს ურთიერთობა იქნება საკმაოდ კარგი. შემდეგ კითხვა, ვარ კატის წელში დაბადებული ლომი, მინდა კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო კომპანიის დაფუძნება და მირჩიეთ როდისა ხელსაყრელი პერიოდი. ნუ ახლა უკვე კი ბატონო, აი ლომისთვის დაიწყო ძალიან კარგი პერიოდი, თითქმის 1 თვე თქვენ გაქვთ წინ, გამორიცხეთ მხოლოდ 4 აპრილი, რომელიც აშკარად არ ვარგა, 4 აპრილის გარდა დანარჩენი ეს პერიოდი ამდაგვარი საქმიანობისთვის იქნება ძალიან კარგი. 22 ივლისი დილას დაბადებული რომელ ზოდიაქოს ეკუთვნის? თქვენ დაგავიწყდათ, მოგეწოდებინათ ჩემთვის დაბადების სხვა თარიღები, ანუ წელი და დაბადების საათი. იმიტომ რომ 22 ივლისი რომელი წლისა? 22-ში რომელიღაც წელიწადში შეიძლება იყოს მაგალითად კერჩხები, ზოგიერთი შეიძლება იყოს უკვე ლომი. ამიტომ ეს ყველა პარამეტრი უნდა გქონდეს წინ, რომ ამაზე პასუხი გაგცნოთ. გამარჯობათ, ვარ დაბადებული 96 წლის 21 ივლისს, ზოდიაქოთი კერჩხები, მეუღლე კი 92 წლის 15 ივნისს, ზოდიაქოთი ტყუპები. მაინტერესებს ამ შეხამებით რამდენად გავუგებთ ერთმანეთს. ნუ, პირველ რიგში აქ არის ერთი პიროვნება, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი დაბადებული, მეორე კერჩხები, მათ შორის ურთიერთობა რთულია, დაძაბულია, ურთიერთგაგება დაბალია, მაგრამ გეხმარებათ რა? წლების შეხამება აქ ჩვენ გვაქვს 4 წელია, მათ თქვენ შორის აი ეს კი ეს შეხამება საკმაოდ კარგი და ჰარმონიული. ამიტომ წლების შეხამება გადაგარჩენთ და მოგცემთ ურთიერთგაგებას, თვეების შეხამება მაინც სასურველი არ არის. იმიტომ რომ დაიძაბება სიტუაცია და რაღაც საკონფლიქტო სიტუაცია შეიქმნება, აი ეს უკვე წლებს შორის დისჰარმონია, უბრალოდ თვეებს შორის, ანუ კერჩხებსა და ტყუპებს შორის დისჰარმონიის შედეგია. და ამიტომ აი ლოგიტრად რომ გადასარევია ყველაფერი არა. ლოგიტრად რომ ძალიან ცუდი არა, იმიტომ რომ არის რაღაც დამხმარე წლების შეხამება, არის ასევე ნეგატიური ანტაგონისტური. ამიტომ ხან იქნება კარგად, ხან იქნება რაღაც პრობლემა და ეს აი ამ მოვლენებთან იქნება ყოველთვის დაკავშირებული. შემდგომი კითხვა, როგორ მოვაროთ ძვირფას ქვებს? არის თუ არა რაიმე სპეციალური მოვლის მეთოდები და რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ფირუზი, აკათი და ქარვა? ხო, შემოკარგებო, ამაზე რო გესაუბროთ მე თქვენ, ეს ესე იგი მოიცავს უზარმაზარ დროს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველა ქვას თავისი უზარმაზარი ინფორმაცია აქვს და იყო ერთი პერიოდი, ნუ შარშანოც კი მე მახსოვს, როდესაც მე გესაუბრეთ ქვებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვების ირგვლივ ქონდა საუბარი, უფრო ესეთი დეტალური, მოდით ესე ვთქვათ. მაგრამ რაც შეეხება აი ქვების მოვლას, ეს კი ყველაზე კარგი იქნება თუ წელიწადში ერთხელ მაინც ქვას მოათავსებ დღეღამით თუნდაც სოდიან წყალში. კარგი იქნება, იმიტომ რომ სვარყოფითი ენერგია, რომელსაც იგი აგროვებს, იწმინდება. ამისგან ქვა და უფრო მეტად ასე ვთქვათ სასიკეთოდ მოქმედებს შემდგომ თქვენზე.
ეხლა ჩვენ მქონდა მე მახსოვს საუბარი მათ შორის ზორმუღძეც გითხარით, მარგალიძეც მოგახსენეთ ინფორმაცია მოგაწოდეთ მარჯანზე, ამეთვისტოზე მქონდა ურთიერთობა ძალიან ბევრ საინტერესო ქვაზე. ამიტომ ახლა ჩვენ ამდენი დრო უბრალოდ არ გვაქვს რომ ამაზე ვისაუბროთ. ეს ყველაფერი აღწერილია მათ შორის ზოდიაქოს ნიშნების წიგნებში, ქვების შესახებ ყველა ზოდიაქოს თავისი ქვა აქვს და ამაზე აღწერე მე არაერთხელ და მქონდა ურთიერთობა უბრალოდ მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ რა ფირუზი ძალიან კარგია სასწავლო პარტნიორული ურთიერთობებისა და ორგანიზატორული თვისებების გამოსავლენად, აკატი სტაბილურობისა და ერთგულების გასაძლიერებლად და ქარვა ეს არის ქვა, რომელიც ასევე ხელში უწყობს თქვენში სასწავლო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება შვილებთან ურთიერთგაგების ზრდას. მაგრამ ის რომ ყველა ქვას აქვს თავისი თელისმური და ამულეტორიზე გავლენა, ეს ცალკე თემა, რასაც უბრალოდ ახლა ვერ შევჩერდები, იმიტომ რომ ბევრი ძალიან დიდი თემა, რომელსაც ერთი გადაცემა რეუპა. Როცა მოკლედ უპასუხე ამ კითხვებს. შემდეგი ვარ სასწორი მაიმუნის წელში დაბადებული, ჩემი მეუღლე ქალწული თხის წელში დაბადებული. პირადი ურთიერთობა ვერ გვეწყობა. ესე იგი, რასაკვირველია და არც არის გასაკვირი, რომ სასწორი და ქალწული ეს ცადად და მიც აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ ცხოვრებისული მოვლენის მიმართ. და ამიტომ რასაკვირველია გაურება სასწორისა დროული არჩევანის ვერ გაკეთება და მისი სუსტრაფობა სასტიკად აღიზიანებს ქალწულს, რომელიც სასწორს ამავდროულად ძალიან პედანტურად ეჩვენება და მის რომანტიზმს უფრო მუდმივად ამოწმებს და თან ამიცებს კიდეც, რაც ძალიან აღიზიანებს სასწორს ამ თვალსაზრისით. და კიდევ გამომდინარე, რასაკვირველია გარკვეული პრობლემები ამ მხრივ იქნება. ხოლო რაც შეეხება ახლა თემატეს აქტის წელიწადში ერთი დაბადებული მეორე მაიმუნის წელიწადში აქაც მოდით დავუშვათ რომ ურთიერთობა საშუალოა, მაინც კარგი არ მან საშუალოა და ამიტომ შესაბამისად ეს ურთიერთობა მაქსიმუმ შეიძლება თუ კომპრომისები იქნება ორივე მხრიდან ხუთკულიანი სისტემით შევაფასოთ სამიანს. შემდეგ კითხვა ვარ ცხენის წელში დაბადებული კურო ჩემი მეუღლე მამლის წელიწადში დაბადებული სასწორი ხშირად გამათობთ. დაახლოებით იგივე ვარიანტია და არც ეს გასაკვირი ახლა კურო მონოთესავეა ქალწულისა და მეორე აქაც სასწორია, ხადია კურო და სასწორი ასევე შორს არიან ერთმანეთისგან ერთ-ერთი რაც მათ შეიძლება გაერთიანოს ეს ორი ნიშანი ეს არის სილამაზის საქმა, საოცარი მსგავსი აქვთ მათ გემოვნების ელემენტები, ასევე უნდა აქაც სილამაზის საქმა ცოტა დამიწებული აქვს მიწიერ კუროს და უფრო რომანტიკული აქვს სასწორს, მაგრამ მაინც აქ არის ბევრი მსგავსება და ინტერესი პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ფართო სპექტრისადმი ეს მეთოდა გაახლოებთ. ორივეს უყვარს პრინციპში სიმშვიდე, ეს დამახლობელი ფაქტორი, მაგრამ სხვა მხრივ ფინანსური დაუშვათ ერთი ნიშანის უსწრაფია, მეორე დაუშვათ შვიდია კურო დროულ პრაქტიკულ არჩევანს აკეთებს სასწორი ვერა და ბევრი სხვა ესეთი ანტაგონისტური ტენდენციები ხასიათს, რასაც უფრო მეტად დაწებობს ურთიერთობას. შემდგომ არსებობენ თუ არა უცხო პლანეტელები? ყოველ შემთხვევაში თუ თქვენ უყურებთ ჩემს გადაცემას გია ჯაჟენძესთან, იქ ნახეთ რომ მე მქონდა ამაზე საუბარი, თავის დროზე შეხვედრებიც მქონდა. მათთან ორი ეს შეხვედრა, ეს 90-იან წლებში, მის შემდგომ არა. და არამც თუ არსებობენ, ამაში მე როგორ გითხრათ, პრაქტიკულად დავწმუნდი, მართალია ზოგიერთ ეცინება გვარცევ დავასაღელებ ვის, რომელიც ჯერ შორს არის, როგორც უცხო პლანეტელებისგან, ასევე ჯერჯერობით გართულია მხოლოდ ძალიან ცნობილ ადამიანთა, რომელიც ის ადამიანებიც მე გავაცანი თავის დროზე, მაგრამ იმ ადამიანთა პერიფრაზირებით, რაც თუ არის ამ პერიფრაზირებას ინტერნეტში აწარმოებს ისე, რომ ხალხს გონია, რომ ეს მისი გენიალური სიტყვებია და ადიდებენ და არის ერთ ამბავში და განცხრომა ის სინამდვილეში. ის პერიფრაზირებას აკეთებს მართლა გენიოსი ადამიანებისა, თვითონ ძალიან შორს არის მათგან და ეცინება როცა უცხო პლანეტელებზეა საუბარი, იმიტომ რომ ძალიან შორს არის ამ თემისგანაც. მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია არის ყოველთვის იყო და იქნება, უფრო მეტიც თქვენცით უამრავი ვერსიები კაცობრიობის წარმოშობის შესახებ. ამაზე არის არაერთი მითითება, როგორც აფრიკაში, ასევე სამხრეთ ამერიკაში, შუა მდინარეში და უამრავ სხვა ადგილებში, სადაც არის უზარმაზარი მითითებები. მე ჩვენს იცით უცხო პლანეტელების ხომალდი არის სვეტიცხოვლის სამხრეთ კედლის გამოსახულება ერთ-ერთი. ამიტომ საქართველოშიც კარგად იცნობდნენ ყოველთვის ამ მოვლენას, რაც საკვირველი ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ადამიანთა წარმოშობა მათთან არის დაკავშირებული. თქვენ იცით ამის შესახებ და ამიტომ ამაზე წიგნებიც არის გამოცემული, რომ დიდხანს არ ვისაუბრებ. ის რომ ისინი არსებობენ და ამაზე აუტყუარი მასალები ქონდათ და აქვთ კიდეც ამერიკელებს თვარეზე მათი მოგზაურობის შედეგად მათ დაინახეს უამრავი უცხო პლანეტელის ასე ვთქვათ, არ მარტო ფიგურა, არამედ მათი გემები და მათი ასე ვთქვათ ადგილმდებარეობაც და უამრავი რამ თვარე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ადგილი მათი
რაც ასევე დადასტურდა არაერთხელ. ამიტომ ახლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ არ არიან და არ უჯერა და შემდგომ კი ბატონო, გაგვატარეთ ვისაც უჯერათ. მაშინ პასუხი ესეთია, იმიტომ რომ არ არის საჭირო ყველამ დაიჯეროს ეს ისეთი სფერო, ესეთი ინფორმაცია, ეზოთერიკა ყველასთვის არ არის. მოდით ესე ვთქვათ, ხო? ეზოთერიკისთვის ადამიანი უნდა იყოს დაბადებული და მას უნდა ქონდეს რაღაც შიდალტოლო ამ სფეროსამე. ყველა ამ ჩვენს გადაცემას არ უყურებს, რატო? იმიტომ რომ ნუ არ არის ამისთვის მზად, ხო? ყველას ჯერტი ეს არ უწერია და არც არის საჭირო და სავალდებულო. ზოგი მოდის დაუშვათ გარკვეულ დონეზე განვითარებისა, მას ჭირდება რაღაც ხოდ მატერიალური სამყარო, ზოგი უკვე მატერიასა და სულიერ სამყაროებს შორის არის და მაშინ რაღაც ინტერესი ჩდება, უნდა არა ისეთი რომ ღრმად დაიჯეროს ან ღრმად ჩასვეს, კი ბატონო, ესეც არის. არის დონე უფრო მაღალი, რომელიც დაუშვათ უკვე სულიერ ძალებს ესაუბრება და ეკონტაქტება და კი ბატონო, და ყველას აქვს თავისი უნარი ამის საქმისა. მე არავისგან არ მოვეთქვა რომ ამის ჯეროდეთ, მაგრამ ის რომ არსებობენ, არიან მერწმუნეთ, იმიტომ რომ მე ამის თვითმხილველი ვარ და ასეთ თვითმხილველები ძალიან ბევრი ვიცი, მათ შორის ჩვენს ქალაქში. თუ მოექნება საშუალება, შეიძლება ეს პიროვნება მოიყვანო ერთად გადაცემაში და რამდენი დაუჯერებთ მას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ საინტერესო იქნება მისი მოსმენაც. და აქ საუბარია კიდევ ანგელოზის დროზე. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამაზე მე ადრე ვქონდა საუბარი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეხლა არ არის ანგელოზის დროის ვარსკვლავური პერიოდი, ამიტომ ახლა ვერ მოგატყუებთ, ვერ გეტყვით იმ დროს, რომელიც არ არის. გასაგებია რომ თქვენას გინდათ, მაგრამ ანგელოზის საათი ამიტომაც არ ცხადდება, იმიტომ რომ არ არის ვარსკვლავური პოზიცია, რომელიც ამ დროს გვაძლევს. ეს ჩემი პასუხია ამასთან მიმართება. ჩვენი საეთერო დრო იწურება. მე მინდა გითხრათ, რომ ხვალდილი თქვენ 11 წელზე ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით ნახავთ ისევ გამეორებით ჩვენს გამოდელ გადაცემას. ასევე თქვენ ნახავთ, იცით თქვენ შეგიძლიათ კიდევ საიტზე შეხვიდეთ კავკასიის საიტზე, აკრიფოთ უწყვეტად Facebook-ზე შენი ჰოროსკოპი და აქედან ნახოთ კიდევ ჩვენი ეს გამოდელი გადაცემა და სხვა საინტერესო ინფორმაციებიც არის აქ. ასევე თქვენ შეგიძლიათ ხვალ ჟურნალ თბილისელებში გაზეთ ასეულში და ასევე რადიოკომპანია ფორტუნას მეშვეობით მიიღოთ საჭირო ინფორმაცია შემდეგ კვირის ასტროლოგიური პროგნოზების და დღის ასტროლოგიური პროგნოზების შესახებ იყოთ ამით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული ინფორმაციულად. მე გესურვებთ ბედნიერ კვირას, გესურვებთ წინსვლას, წარმატებებს, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ კვირა დღეს ჩვენ სამ გადაცემაში, მაგრამ იქამდე ხუთშაბათს 16 საათზე შევხვდებით გადაცემაში თქვენი დრო და ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.